ბათუმის საჯარო სკოლებში ევროკლუბები იხსნება. ბათუმელ მოზარდებს საშუალება ეძლევათ გაიგონ, თუ რა როლი შეასრულა ევროკავშირმა ევროპის ქვეყნებისთვის და რატომ აიგეს საქართველოსთვის პრიორიტეტული. ამ მხრივ საქართველო პოლონურ გამოცდილებას იზიარებს. ბავშვების ადრეულ ასაკში ინფორმირება პოლონეთში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. ევროკავშირის სიმბოლიკას ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახლა შუმანის ფონდის წევრი ნიკოლას ჩუშბა აცნობს. მოხალისე კონსულტანტი ევროგაერთიანების შესახებ სემინარებს სკოლაში გახსნილი ევროკლუბების მოსწავლეებისთვის კვირაში ორჯერ ინგლისურ ენაზე ატარებს. Ჩვენ საუბრობთ ევროპაზე, თუ რატომ ილტვიან ევროპის ქვეყნები გაერთიანებისკენ და რას მოუტანს ის საქართველოს. ზოგიერთი ბავშვი საკმაოდ აქტიურია, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ ევროპის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის შესახებ. ვატარებთ დისკუსიებს განყენებულ მათთვის საინტერესო თემებზეც. თავისუფლად აზროვნების სწავლა ხომ მთავარი ევროპული ღირებულებაა. პოლიტიკური რუკები და უახლესი ლიტერატურა, რომლითაც ევროკლუბის წევრები ხელმძღვანელობენ, დამატებითი საშუალებაა, რათა მოზარდებმა უფრო კარგად გააცნობიერონ ევროკავშირში გაერთიანებული ქვეყნების თანამშრომლობის პრინციპები. ის თუ რამდენად სასარგებლოა საქართველოსთვის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და რა უნდა აკეთოს თითოეულმა მათგანმა ამისთვის. გავიგოთ, რომ ევროკავშირი აწარმოებს, რომ დაამყარონ ევროპული ტრადიციების და კულტურის მქონე ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობა და მოლაპარაკებით დაამყარონ სტაბილურობა. გვეხმარება, რომ გავითავისოთ ის ევროპული ტრადიციული კულტურა საქართველოში, რათა ჩვენ შემდეგ მოვახერხოთ და ინტეგრირება მოვახერხოთ ევროკავშირში. მინდა რომ გქონდეს უფრო მყარი ურთიერთობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან, რადგანაც ეს იქნება საქართველოსთვის უფრო დიდი წინსვლა. ევროკავშირისადმი დიდი ინტერესი მოსწავლეებმა ფართო საზოგადოების წინაშე უკვე გამოავლინეს. მათ ინტერნეტსა და სპეციალურ ლიტერატურაში დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია რამდენიმე თემის სახით მოამზადეს. ინგლისურ ენაზე თარგმნეს და საკუთარი შეხედულებები პრეზენტაციაზე უცხოელ ექსპერტებს ინგლისურ ენაზევე წარუდგინეს. ბავშვები ამბობენ, რომ მათთვის ახალ თემებზე მუშაობა რთული, მაგრამ საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. ორ ეტაპად მოხდა წარდგენა, ჯერ მოხდა ქალაქის მასშტაბით ყველა სკოლა მონაწილეობდა და მხოლოდ 4-ის რჩეული სკოლა გადავიდა მეორე ტურში და უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშე მოხდა ჩვენი წარდგენა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ თემებზე მუშაობა, ბევრი რამ ახალი გავიგე, თუმცა ძირითადად ეს ნაწილი არის ჩვენიანი მოსწავლეების, ამიტომ რაც ჩვენ ვიცოდით, რაც ცოდნაც ჰქონდა ევროკავშირი და საქართველოს ურთიერთობებზე და ზოგადად გადაწყვეტეთ ამ თემაში მთლიანად ჩაგვექსვა და შემდეგ ეს უკვე ინგლისურად გადაგვეთანხმდა. ბათუმის საჯარო სკოლებში ევროკლუბის გახსნის ინიციატივა აჭარის განათლების მინისტრს ეკუთვნის. გია აბულაძე ბათუმელ პედაგოგებთან ერთად პირადად გაეცნო პოლონეთში ევროკლუბების მუშაობის პრინციპებს. ცნობილია, რომ ამ მხრივ პოლონეთს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ბავშვების ადრეულ ასაკშივე ინფორმირება აქ 90-იან წლებში დაიწყო და მიჩნეულია, რომ ეს ფორმა პოლონეთში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ყველაზე უფრო ეფექტური და მოსახერხებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. შექმნეს სანამ ევროკავშირში გაწევრიანდებოდნენ ევროკლუბები და ყოველ სკოლაში იქნებოდა ეს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების დაწესებულება თუ სკოლამდელ დაწესებულებებში ყველგან არსებობდა ეს ევროკლუბები და რა თქმა უნდა ძირითადი მიზანი იყო რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ცოდნოდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია მიეღო. ევროკლუბები ამჟამად ბათუმში 16 სკოლაში ფუნქციონირებს. მოხალისეებს კონსულტაციებს ევროკავშირის დამფუძნებლის რობერტ შუმანის ფონდის ექსპერტები უტარებენ. წახალისების მიზნით ფონდი ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს ევროკავშირის ქვეყნებში გაცვლით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობასაც დააფინანსებს. ამით ბათუმელ მოზარდებს სწავლის პარალელურად საშუალება ეძლევათ პირადად დარწმუნდნენ, თუ რა როლი შეასრულა ევროკავშირმა ევროპის ქვეყნებისთვის და რატომ არის პრიორიტეტული საქართველოსთვის.